გამოუცხადებელი ომის შთამომავლობის წინააღმდეგ. კაცობრიობა ომში ჩაება საკუთარი შთამომავლობის წინააღმდეგ. დაუნდობლად კლავს თავის შვილებს. ამ მკვლელობას სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება. ბიბლიური ისტორია მოგვითხრობს, ეგვიპტეში მყოფი ებრაელი ერის გამრავლება ეგვიპტელთათვის საშიში გახდა. ამიტომ ფარაონმა ყველა ახალშობილი ებრაელი ვაჟის ნილოსში ჩაგდება ბრძანა. მდინარე აივსო ახალშობილთა უმწეო გვამებით. ნილოსის ნიანგებმა კუჭები ამოიყორეს თოთო ხორცით. ცას მისწვდა ებრაელი დედების გოდება. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ. ნილოსში აღარ ყრიან ებრაელთა პირმშოებს, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წყალს კვლავაც მიაქვს ჩვილების ნაფლეთები. თითქოს ფარაონის აჩრდილი გაცოცხლებულა. აჩრდილი კი არა აჩრდილთა ლეგიონი და ქვეყნიერების ყოველ კუთხეში მცხოვრებთათვის საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვა უბრძანებია. თუმცა არა, ამას თვით ფარაონიც ვერ მოიფიქრებდა. მან სხვა ერის შვილების და მარტო ვაჟების დახოცვა ბრძანა. ახლა კი საკუთარ შვილებს ხოცავენ სქესის განურჩევლად. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე საკუთარი ნებით ისე რომ დაბადებასაც არ აცლიან. ნიანგის კბილების მაგივრობას დღეს ექიმ-გინეკოლოგის მაგრატელი ასრულებს. მუცელში მოწყვეტილთა ნარჩენებს კი მდინარის ნაცვლად კანალიზაციის ბინძურ წყალს ატანენ. ეს სატანისადმი გაუცნობიერებელი მსხვერპლშეწირვაა. საქართველოს მოსწრებია ტრაგიკულ სურათს. მუსლიმი დამპყრობლის მიერ ჩვილებით მოფენილი კალოს გალეწვას. ფსკერწამახული კევრი ქართველი ბავშვების ხორცს ცვლებს ისე აცლიდა, როგორც თავთავის მარცვალს აცალკევებენ მზისგან. ამ სანახაობით სულშეძრული დაღუპული ჩვილების დედები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი შთამომავლები თავად მოუწყობდნენ თავიანთ დაუბადებელ შვილებს სისხლიან კალოს. ეს ცოდვა უმძიმეს ტვირთად აწვება ადამიანს, ოჯახს, მთელ ერს. ამ და სხვა ცოდვების გამოა ზოგჯერ გაუსაცლისი რომ ხდება ჩვენი ყოფა. თუ არ შევაჩერებთ ღრმათ აკვლას, უფალი არ შეაჩერებს იმ განსაცდელებს ჩვენს ერს, რომ გამოწყვეტლი ვატყდება თავს. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. არ შეიძლება ღვთისმშობლის სილხვედრ საქართველოს ღვთისწყალობის იმედი ჰქონდეს, თუ კი თავისი შვილების ხოცვას არ შეწყვეტს. ვისაც ეს ცოდვა ჩაუდენია, მხურვალედ მოინანიოს. ვინც აპირებს, შეჩერდეს. თითოეულმა კი ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხმა აბორტის დამღუპელობის შესახებ ყველას მივაწვდინოთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, გრძელდება გადაცემა. სიამოვნებით წარმოგიდგენთ შემოგვიერთდა დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე. დაგულოცეთ მამაო. ძნელია კადრები, რომელიც ახლა ჩვენ ნახეთ, ამან ზემოქმედება არ მოახდინოს მაყურებელზე, თითოეულ ჩვენგანზეც მოქმედებს ეს ბუნებრივია. არის დილის გადაცემა, რაღაცნაირად ვცდილობთ ხოლმე რომ ვისაუბროთ პოზიტივზე, საინტერესო, საჭირო საკითხებზე, მაგრამ ვფიქრობთ ჩვენ, რომ შეიძლება ერთგვარად რთული იყოს დილიდანვე საკითხებზე საუბარი, მაგრამ მე წეგან თქვი, რომ ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ეს არის ის მწარე რეალობა, რომელსაც დილა და საღამო ვერ ამართლებს და ვერ ჩუატყე პრინციპში, ხო? და ვერ გავექცევით ამ რეალობას, თუ კი არ ვისაუბრეთ ამაზე. თქვი წეგან ასევე ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში აღარ კამათობენ ამაზე, მეცნიერება, მედიცინა, რელიგია, ყველა შეთანხმდა და შეჯერდა იმ აზრზე, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვისთანავე იწყება. მაგრამ სხვაგვარი ფაქტები არსებობს, ჩვენ ეთერს მიღმაც ვსაუბრობდით, რომ თქვენ გუშინ ბრძანეთ, რომ მომიწევა ამ თემაზე შეხება და იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა, რომ წამლების დალევაც კი მოგიწიათ. ალბათ არ არის ეს გასაკვირი, იმიტომ რომ მართლაც ის სტატისტიკაც კი, რომელიც არსებობს ეს სოციალურ ქსელში დღეს არ ჭირს ამ ყველაფერზე მასალების მოძიება, მართლა ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და გვამძიმებს ეს ყველა ჩვენგანს.
მაგრამ არსებობენ მაინც მიუხედავად ამისა ჩვენს რეალობაში ადამიანები, რომელსაც შესაძლოა პრეტენზიაც კი ქონდეთ, რომ ისინი მართლმადიდებლები არიან, ცხოვრობენ მეტნაკლებად ეკლესიურად, მაგრამ ისინი ამ ცოდვაში იმყოფებოდნენ. რატომ არის ასეთი მძიმე ცოდვა ეს? ასაც ძალიან მძიმე თემა არის და ბოდიშუქთით ჩვენს მაყურებლებს უდიებდნენ მოგვიწევს ამაზე საუბარი, მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს ეს ისეთი თემაა, რომელზე დილით და შუადღე და საღამოს ყოველთვის უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის უმძიმესი ცოდვა, უმძიმესი დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე. აი მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი, რომ ამის შესახებ ძალიან ხშირად უნდა ვისაუბროთ, თორემ იგი პირდაპირ ეუბნებოდა ხალხს, რომ ამის შესახებ ისაუბრეთ იქადაგეთ. იმიტომ რომ თვითონ მას აქვს ქონდა გადატანილი ესეთი რამ, რომ მას ერთხელ თხოვეს მორწმუნეებმა, რომ გადაეხადა პარაკლისი ქართველი ერის გამრავლებისათვის. მოგეხსენებათ ეს დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც ეხლა გვაქვს ჩვენ დღეს არ დააწყებულა. ათეული წლებია ეს ამ პრობლემის წინაშე ჩვენ გავარ და თანამედროვე უფრო მწავდება ეს. და აი მოხდა ისე რომ მართლაც ეხლა წარმოედგინეთ ეხლა მამა გაბრიელი როგორი ილოცებდა, რა მხურვალეთი ილოცებდა, როგორი ძლიერი ლოცვა ჰქონდა, აი ცეცხლივით ლოცვა ჰქონდა მას. როცა დამთავრდა პარაკლისი იმ საღამოს იგი ხედავს ესეთ გამოცხადებას, რომ მასთან მიდის ორი აი საშიში შესახედაობის მეომარი და მიყავთ იგი სადღაც. მიიყვანენ მას რაღაც სასახლის მსგავს შენობაში და როდესაც იქ შედის, იგი ხედავს საშინელ სურათს, ესე იგი აი ამ დარბაზის იატაკი აბსოლუტურად მოფენილია, სულ პატარა ჩანასახში მყოფი ბავშვები დასისხლიანებული გვამებით და ჭერიდან არის სადაც არის რაღაც შავი ხვრელი, ამ ხვრელიდან ცვივა ეს ბავშვები იატაკზე. იმდენად გადავსებული იყო იატაკიო, რომ კედელს ავეკარი და ფეხის წვერებზე დავდექი, რომ რომელიმე ბავშვის ქვამისთვის ფეხი არ დამებიჯებინა და ამ დროს გავიგონე ხმა მობძანდება და დავინახე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელმაც მიმითითა ბავშვებზე, დახოცილ ბავშვებზე და მითხრა, რომ აი რომელი ერის გამრავლებისთვის მევედრები შენ. იმ ერის გამრავლებისთვის მევედრები, რომელიც აი ამას აკეთებს და ამანახა ეს ჩანასახში მომწყარი ბავშვები. ესენი იყვნენ აბორტით მომწყარი ბავშვები. ახლა თქვენ წარმოედგინეთ რა ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ის, როგორ განიცდიდა, როგორ შეევედრებოდა უფალს პატიებას ჩვენი ერისთვის, აი ამ დედებისთვის და არა მარტო მათთვის. და მასაც საბოდიშო ძალიან ბევრი გვაქვს, ხა გუშინ სტატისტიკასაც უყურებდი და ყოველ შემთხვევაში ის მასალა რაც მე ხელში მოხდა, იმ მასალაში 2011 წელი იყო ბოლო. და 30000 თუ 31000 ბავშვი იყო აბორტით მოკლული. ეს სტატისტიკა მაპატიეთ გაწყვეტინებთ და თვითონ მედიცინის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მაინც არსებობს გარკვეული შავი ხვრელები და საუბედურად თურმე აი ამ სტატისტიკას უსწრებს. რა თქმა უნდა, ესე იგი არალეგალური აბორტი უფრო მეტი, ანუ რეალურად აბორტით მომკვდარი ბავშვების რაოდენობა უფრო მეტია. ზოგი თვითნებურსაც მიმართავს ხოლმე ამ სახლში და ამიტომ ეს სტატისტიკა არ იქნება. და აი ეს 31000 კაცი წარმოედგინეთ, რომ აფხაზეთის ომში 92-93 წლებში ქართული მხრიდან დაიღუპა 30000 კაცი. ეს არის ყველაზე ისეთი სუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ყველაზე მაქსიმალური რიცხვი რაც მე გამიგია. და 2011 წელს მარტო აბორტებით არის ამდენი ადამიანის მოკლული. კიდე ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომ თურმე ყოველდღიურად აბორტით ან აბორტით გამოწვეული გართულებებით იღუპება 1500 ქალი. ამ თვითონ დედები იღუპებიან ამისგან. ამის გარდა ხდება ისეთი რამ, რომ ესე იგი აი აბორტი ზოგჯერ გამოუსწორებელ ზიანს აკეთებს დედის ჯანმრთელობას, ესე იგი დედები ავაძდებიან, ან მათ უავაძდებათ საშვილოსნო ან ხდება მე საშვილოსნოს ამოკვეთა, ან და უნაყოფოები ხდებიან, ვეღარ მშობიარობენ ისინი, ანუ ვეღარ ესე იგი შობენ ბავშვებს, ანუ ამ ხრივად ძალიან მძიმე მდგომარეობა არის და ბუნებრივია ხა
როდესაც ფიქრობ ამაზე გახსენდება აი წარმართული პერიოდი. ხა შორს ვარ წავიდეთ ცხეთაში. აი კერპები რო იდგა რა, ამ კერპებს წირავდნენ ჩვილ ბავშვებს. მე არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს კიდევაც პატარა ჩონჩხები, დიახ, პატარა ჩონჩხები, პატარა ადამიანის ჩონჩხები და ნუ რა საშინელება იყო წმინდა ნინომ თავისი ლოცვით აი ამ სიბნელიდან გამოგვიყვანა ეს ზღვარი დაოდო აი ამ სხვებს შეწირვას. იყო წარმართულ პერიოდში ესეთი მოლოქის კერპი, აი კართაგენში იდგა ეს კერპი, აი წინ გაშვერეული ქონდა ხელები. ამ კერპს აცხელებდნენ რაღაც საშინლად, ესე იგი ცეცხლს უნთებდნენ და შემდეგ აი ამ გაცხელებულ ხელებზე ჩვილ ბავშვებს დებდნენ და აი ამ წარმოგიდგენთ ეს ტირილისა და რაღაც საშინელი მოთქმა გოდების ხმას ახშობდნენ რაღაც მუსიკალური საკრავების დაკვით და რაღაცა სიმღერით წარმართული რაღაც იმით რომ ჩაეხშოთ ეს ხმა, მაგრამ როგორ ჩაახშობდნენ ღვთის წინაშე ამას. აი ესეც საშინელება იყო წარმოიდგინეთ წარმართულ პერიოდში და ჩვენ ახლა მე-20 საუკუნეში და მე უკვე 21 საუკუნეში დაუბრუნდით თითქოს აი ამ საშინელებას. დაუბრუნდეთ აი ამ ყველაფერს და ესე იგი ეს ხომ საშინელება, მაგრამ კიდევ უფრო საშინელება, როდესაც ზოგიერთი ურცხვად აცხადებს, რომ იცით რა აქ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება. და აი ბევრს ლაპარაკობენ ახლა დედის უფლებებზე. ამბობენ ესეთ რამეს, რომ ქალის უფლებაა ეს, უნდა დაბადებს ბავშვს, უნდა უარს იტყვის ამაზე. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, აი თითქოს როგორი ის არის რა, აი თავხედობა პირდაპირ, იმიტომ რომ თუ კი დედის უფლებაზე ვლაპარაკობ ჩვენ, მაშინ ბავშვის ჩანასახის უფლებაზე რატო არ ვლაპარაკობ? ზოგადად ადამიანის უფლებაზე. ზოგადად ადამიანის უფლებაზე, განა ეხა ეს ჩანასახი რახან დაუბადებელია რა, არსება არ არის და მას არ აქვს უმთავრესი უფლება იცოცხლოს. მთავარი უფლება ადამიანის ხო არის სიცოცხლის უფლება და სიცოცხლის უფლებას ართმევენ ბავშვს, ვითომ და დედის უფლების სასარგებლოდ, რომელსაც არ უნდა რომ შვას ბავშვი რა, დაბადოს ბავშვი. რაღაცა აი საოცრება არის. პირდაპირ აბორტის მომხრეთა რაღაც ასოციაციები იქნება, რომლებიც ამას ხალხს უჭერენ. იბძვიან ამისთვის თითქოს რაღაცა ქალებს ეხმარებიან და ამ დროს ქალებს მტრობენ, დედებს მტრობენ. მე ვიტყოდი არა მარტო დედებს, აი აქ მინდა აუცილებლად ყურადღება გამოვახვილო ეს საკითხზე. ხშირად როცა აბორტზე ლაპარაკობენ, ნუ ძირითადი აქცენტი დედაზეა, იმიტომ რომ დედას უკეთდება აბორტი და ის მაშინ იკვლება ბავშვი, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ უმეტეს შემთხვევაში ხა მარტო დედა არ არის ჩართული ამაში. მარტო დედის გადაწყვეტილება არ არის აბორტი. ამ გადაწყვეტილებას იღებს უმეტეს შემთხვევაში მეუღლეც, ქმარიც და ზოგ შემთხვევაში კიდე ოჯახის სხვა წევრები არიან ამაში ჩართულები. თქვათ ქალის მშობლები, ბიჭის მშობლები, ცოლ-ქმარის მშობლები, რომლებიც ესე იგი ამას ხარს უჭერენ, ზოგჯერ მოითხოვენ კიდევაც აბორტის გაკეთებას, ასე რომ რა თქმა უნდა ეს პასუხისმგებლობა ნაწილდება ოჯახის წევრებზე, მეუღლეზე, ქმარზე ნაწილდება. ასე რომ, როდესაც ქალი, დედა ინანიებს იმას, რომ აბორტია გაკეთებული, აუცილებლად მამამაც უნდა მოინანიოს, იმიტომ რომ ან მისი უხმოთანხმობით მოხდა, ან პირიქით მისი ესე იგი შეთანხმებით, მასთან შეთანხმებით მოხდა. ხანდახან ისეც ხდება, რომ ქმარი აძალებს ცოლს აბორტს. ხან შეიძლება დედამთილი იყოს, მამამთილი იყოს, ხან დედის მშობლები იყვნენ, ეს არა აქვს მნიშვნელობა ახლა ამას. ანუ დამნაშავე ყველა და რა თქმა უნდა ის ექიმით დამნაშავე არის, რომელიც ამაში მონაწილეობს და ამაში ჩართულია და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მე ამას განიცდის. ამას განიცდიან ექიმები, ამას განიცდიან დედები, მამები. ყველანი განიცდიან და მათაც განსაცდელი გახლავთ ეს. და მამა გაბრიელი ამბობდა რომ ეს არის უმძიმესი, უსაშინლესი ცოდვა და ძალიან ბევრი უნდა ინანიოს ადამიანმა რომ ამ ცოდვისაგან განთავისუფლდეს. მე მაგალითად ეს ჩემი პირადი აზრია, მოგზალებით ვიტყვი ამას რომ თუ ეს ცოდვა აქვს ადამიანს ჩადენილი, ნუ დღე არ უნდა იყოს იმის ცხოვრებაში ისეთი რომ მან ამისთვის უფალს შენდობა არ თხოვოს. არც ერთი დღე არ უნდა იყოს მის ცხოვრებაში ესეთი. უნდა აუცილებლად ითხოვოს შენდობა და ევედროს უფალს. რა თქმა უნდა,
მართებთ დიდი ყურადღება მოძულებს. ჩვენ გვმართებთ დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, რომ აი ეს ცოდვა მოინანიონ და აუცილებელია რომ ამ ცოდვას როცა იტყვის ადამიანი, იქ რაღაცნაირად ჩვენ ვესაუბროთ მას და ვთხოვოთ რაღაც გარკვეული ლოცვითი კანონის შეასრულოს ან მეტანიებების საშუალებაც აქვს ადამიანს, რომ ესე იგი მას ხელი შეუწყო ჩვენ სინანულში. არ შეიძლება ამ ცოდვის წაყრუება, არ შეიძლება მარტო მოსმენა თქვა და შენდობის უცის თქმა. აუცილებლად უნდა ვთხოვოთ ადამიანს, რომ რაღაცა შეიძლება მეტი ილოცოს იმისთვის, რომ ეს ცოდვა მოინანოს. ეს არის პირდაპირ ვიტყვი ძნელად მოსანანიებელი ცოდვა. და აი რატო? ესე იგი ეკლესია არასხვავებს ჩანასახავ მდგომარეობაში შვილის მკვლელობას და უკვე დაბადებულს დასრული ადამიანის შვილის მკვლელობას. და აქ მინდა ერთი რამ უთხრა ჩვენს მორწმუნეებს, რომ უკვე მუცელში მყოფ ბავშვს ადამიანს აქვს სული. ესე იგი ეს არ არის ხორცის ნაწილი, ეს არ არის თითქოს რაღაცა დედის ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი, ეს არის უკვე პიროვნება, ეს არის უკვე ადამიანი, რომელსაც გარდა იმისა, რომ სხეული აქვს, თუმცა რაღაც ადრეულ ეტაპზე ჯერ კიდევ ისე ჩამოყალიბებული არა, მაგრამ მაინც აქვს სხეული. მაგრამ მას აქვს სული. ესე იგი ჩანასახი როგორც კი შეერთება ხდება, ჯედის წარმოქმნა ხდება, იმ წუთშივე მას აქვს უფლისაგან ექნება სულის მიცემა ხდება მისთვის და შემთხვევითი არ არის რომ ქართველი ადამიანი ფეხმძიმე ქალს უწოდებს ორსულს. ორსულ დედა თავის სული და ბავშვი თავის სულით. ადამიანი შედგება ორი ნაწილისგან, სხეულისაგან და სულისაგან. ბავშვს მუცელში უკვე აქვს სხეულისა და სულის. აი ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. და არავითარ შემთხვევაში ამას არ უნდა მიმართოთ. ეხლა ხშირად ასეთი ის ჩდება შეპასუხება, გაღიზიანებას კი აქვს, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ აი არა გვაქვს საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ ვიყურლიოთ ბავშვი. არ არის ამის მატერიალური საშუალება, არ არის ამ ბავშვის რჩენის საშუალება, არა გვაქვს საბინაო პირობები. ამისაც რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმეა და ჩვენი ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური გაჭირვება ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე გვაყენებს, მაგრამ ნუ ამის მიუხედავად ხო თქვა დაბადებულ ბავშვს არავინ არ აკავს და არავინ არ ამბობს რომ აი ვეღარ ვარჩენ და უნდა მოუკლა რა. დაავადებელ ბავშვსაც ესე უნდა მიუდგეთ. რა თქმა უნდა, ვისაც ეს შეუძლია, ყველანაირ ხელი უნდა შეუწყოს. ახალგაზრდა ოჯახებს უნდა შეუწყოს შობადობას ხელი, ანუ დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა წარმოებდეს ქვეყანაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც არ შეიძლება აბორტის გაკეთება და აქ აუცილებლად დგება სარწმუნოების წმენის საკითხი. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბავშვს გვაძლევს უფალი უფლის წყალობა არის ეს. და როდესაც ეძლევა ოჯახს ბავშვი, თუ კი ოჯახის წევრები არიან სარწმუნოები, თაგვსილები, წმენით არიან, არა ისინი უფლისაგან ითხოვენ კიდევაც შეწევნას და უფალი ამ ბავშვის რჩენის საშუალებასაც იძლევა. აი ჩვენი შუადღის ეთერში ხშირად გამოყავთ ხოლმე მრავალშვილიანი ოჯახები. ძირითადად მოწმუნე ოჯახებია, რომელსაც ყავს 4, 5, 6, 7 და უფრო მეტი ბავშვი. ეხლა წარმოიდგინეთ როგორია ამ ბავშვების რჩენა, ხო? ამ ოჯახის რჩენა. და ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი აი ამ მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენელი, დედა ან მამა ამბობს თითქმის ერთი და იგივეს ამბობენ ხშირად, რომ იცით რა, ჩვენ აი ვიდექით ამ პრობლემის წინაშე როგორ გვერჩინა, მაგრამ რაღაცნაირად ხდებოდა საოცრება. ჩვენ რაც მეტი ბავშვი გვეძლეოდა, მით მეტი შესაძლებლობაც იმატებდა. ამ ბავშვების რჩენის საშუალება იმატება. რატო? იმიტომ რომ უფალი გვაძლევს ჩვენ და უფალი გვაძლევს ბავშვს და უფალი გვაძლევს ამ რჩენის საშუალებას ხშირად და როცა წმენა გვაქვს, მით უმეტეს ეს ხდება. მით უმეტეს ახლა თუ ადამიანი ეჭვიანობს და ფიქრობს, რომ ახლა რა საიდან მოვა ეს არ არსებობს, წარმოუდგენელია და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მას შეიძლება არც მიეცეს ამის გამო, ასეთი ეჭვიანობის გამო. არანაირი სახსარი, არანაირი საშუალება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი შეწევნა აქვს აი მორწმუნე და მრავალშვილიან ოჯახებს. აი პირდაპირ საოცარი შეწევნა აქვს ხოლმე და თუ კი მთელი ერი რაღაცნაირად ეს მობილიზებას გააკეთებს და გაიაზრებს რა მძიმეა ეს ცოდვა რა,
მაშინ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მდგომარეობა ზოგადად მდგომარეობის გამოსწორდება. ეხლა ჩვენ პირიქით კი არ უნდა მივუდგეთ, რომ აი გამოსწორდება და მე უკვე როგორც არამედ პირიქით აი ეს ზღვაწლი, ეს ტვირთი უფლის გულს მოიგებს, უფლის წყალობას მიიზიდავს ჩვენსკენ და ჩვენ ბევრ ცოდვას გადაურჩებით. აი წეღანდელ ჩვენს კლიპში, რომელიც ჩვენმა ტელევიზია მოამზადა, იყო ესეთი სიტყვები, რომ ესე იგი, ვისაც ჩადენილი აქვს ეს ცოდვა, აი მთელი გულით მოინანიოს. მივიდეს მოძღვართან, არ მოერიდოს, არ მოეხათროს. მონახოს წესიერი მოძღვარი, ესეთი მშვიდი მოძღვრები მონახონ და მათ უთხრან აღსარება და ის მერე დაარიგებს, როგორ იმოქმედოს. ვისაც გადაწყვეტილი აქვს აბორტი, შეიძლება იმათ შორისაც, ვინ ჩვენ გვიყურებს ახლა. ვიღაცას გადაწყვეტილი აქვს აბორტი, აი ძალიან ნაკთხოთ, ნუ გადადგავთ ამ ნაბიჯ, ნუ ჩაიგდებ თავს აი ამ საშინელ ცოდვაში. და ამავე დროს ყველა ჩვენთაგანმა კი ყველას მივაწვინოთ ხმა, რომ აბორტი არის დამღუპველი, აბორტი არის საშინელი. ამაზე უნდა ვისაუბროთ მშვიდად, აუღელებლად, მაგრამ პრინციპულად და შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი დიდი სიყვარულით ვთხოვოთ ადამიანებს, რომ არ გადადგან ეს ნაბიჯი. ნუ გააკეთებენ ამას, ნუ იზამენ ამას, ეს საშინელებაა. და მოკლედ რომ ვთქვათ, მამაზურა, აი მე მსმენია, რომ შეიძლება ადამიანი არ მიდიოდეს ამ შემთხვევაში ქალბატონი ექიმთან, მაგრამ ის მიმართავდეს მედიკამენტოზურ აბორტს, ეგრეთ წოდებულს. ნუ რა განსხვავებაა, რაღაცა უცდიათ რომ თავი დაემართლებინათ. არა, საბოლოო შედეგი არის სიკვდილი ახლა რა. თუ ერთ შემთხვევაში, ნუ უფრო ხა ისეთი ფაქტიურად ისეთი მეთოდი დანაწევრება ხა მიჭის კიდევაც ამაზე ლაპარაკი და ექიმებმა იციანეს და ადამიანმა იცისა, რომელიც ექიმი არ არის, როგორ ხდება დანაწევრება დედის მუცელში ბავშვის ჩანასახით, ისე გამოტანა შემდეგ იმის და არის რომ მედიკამენტით ხდება მოსპობა, მაგრამ სხვათა შორის ეხლა წინა თუ არ იყო ამ თანამედროვე ფორმით ეს აბორტი, ეს გინეკოლოგია რაკეზე, მაგრამ რაღაცა ყოველთვის იყო რაღაცა წამალი საშუალებები, რომელიც მუცელს უშლიდა ქალს. ამაზე ჯურის კანონში წერია, რომ აი ადამიანის კვლელობას უნდა გაუთანაბდეს ესეთი ადამიანი, ვინც გამოიყენა წამალი, რომელმაც მუცელი მას მოუშალა საგანგებო. და ამაზე მკაცრი სასჯელია, ძალიან მკაცრი სასჯელია ჯურის კანონში, საეკლესიო სამართალი ამას ითვალისწინებს. ის კი არა, საეკლესიო სამართალი იმასაც კი ითვალისწინებს, სასჯელს მაშინაც კი ითვალისწინებს, როდესაც ქალი რაღაცა დაუდევრობის გამო ქალს მოეშლება მუცელი. აი რაღაცა არ მოიხსა ფრთხილად. არ გაუფრთხილდა თავის ორსულობას, არა. ოჯახის წევრები ოჯახის წევრები იყვნენ ამაში, შეიძლება ოჯახის წევრები არ მოუფრთხილდნენ ფერმძიმე ქალს, თქვა რაღაც დაავალეს, რაღაც მძიმე აწევინეს. აქ ამასაც კი ითვალისწინებს საეკლესიო სამართალი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, რომ აი ქალბატონებს განსაკუთრებით ან მამებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ აბორტის საქმეში, რომ არ მოგერიდოთ ამ ცოდვის თქმა, აუცილებლად ეს თქვით აღსარებაში და მიიღეთ შენდობა მოძღვრისაგან. და მამაზურამ ასევე მნიშვნელოვანი ალბათ ისიც, რომ აი ბოლო დროს ეკლესიური აზროვნების მეტნაკლებად გაცნობიერებამ საზოგადოებაში ხელი შეუწყო იმასაც, რომ მე პირადად მომისმენია და ალბათ თქვენც არ ვიცი, მით უმეტეს მოძღვარი ბრძანდებით და ალბათ შესაძლოა ასეთი აღსარებაც მოგისმენიათ ექიმისგან, ისტორიები, რომლებსაც თავად ყვებიან ეს ექიმები და უკვე შემდგომ, როცა აი ამ კუთხით დაიწყეს აზროვნება თავიანთ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა მძიმე შემთხვევები, სწორედ აი ამ ფაქტებს დაუკავშირეს და მადლობა ღმერთს ჩვენს რეალობაში არიან ისეთი ექიმები, რომლებმაც აღიარეს ეს, რომლებმაც კატეგორიულად თქვეს ამაზე უარი, მე პირადად ვიცნობ ასეთ ექიმებს. კლინიკები არსებობს, მადლობა ღმერთს, სადაც გამორიცხულია, ნუ გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამედიცინო კუთხით თქვა სხვა გამოსავალი არ არსებობს აბორტის გაკეთება და ესეც ხელს უწყობს ალბათ გარკვეულწილად იმას, რომ მეტნაკლებად შემცირდა მაინც არის ფაქტები, მაგრამ მაინც შემცირდა აბორტის გაკეთება ჩვენ საზოგადოებაში. ყოველ შემთხვევაში სურვილი და მცდელობა არიან ესეთი ექიმები, აი ჩვენ ტელევიზიით მომზადებულ ერთ გადაცემაშიც ესეთი ექიმები გამოვიყვანეთ ჩვენ და
ისინი ამბობენ, რომ რაღაც მაცხოვრებაში დადგა მომენტი, როდესაც ისინი ჩაუფიქრდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ და უარი განაცხადეს აბორტზე. და აი ზოგიერთები თქვენ რასაც ამბობთ, აი ზოგიერთები ეს გადაწყვეტილება მიიღეს უბრალოდ აი თავისი გონებით ისე დასხდნენ და გულის კარნახით. და ზოგიერთების ცხოვრებაში რაღაცა ცუდი მოხდა. რაღაც იმძიმე ჰქონდათ მას ზოგჯერად ჯანმრთელ თვითონ გაუვალეს და სერიოზული პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის ან სხვა რამ კიდე შეიძლება ოჯახის წევრებთან დაკავშირებით რაღაცა პრობლემები შეექმნა სერიოზული და მათ ეს დაუკავშირეს თავიანთ საქმიანობას. აი იმ საქმიანობას რომ აბორტებს აკეთებდნენ და ისინი მივხვდნენ რომ რაღაც კავშირი ამათ შორის არსებობს და ამიტომ თქვენს კატეგორიული უარი. ზოგადად ესე იგი აბორტი თუ აი ხელოვნურ აბორტს ახლა ხანდახან მუცელი მოწყდება ხოლმე ადამიანს და ბუნებრივი ამ დროს აუცილებელია ექიმის ჩარევა რომ ესე იგი ეს მკვდარი ნაყოფი იქნეს მოშორებული დედის მუცლიდან რაღაც თქმა უნდა აქ არ დედა დამნაშავე და არც ექიმი ეს უკვე მომხდარი ფაქტი არის მაგრამ სხვა შემთხვევაში მინდა ვთქვა რომ აბორტი არ შეიძლება ანუ ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავამართლებთ აბორტს რა რაც არ უნდა ეს მან თქვა ავადმყოფი იყოს ჩანასახი და ხან ამის საშუალება არის დღეს რომ გაიგონ რაც არ უნდა რაღაცნაირად საფრთხე მოქმნებოდეს დედის ჯანმრთელობას საბოლოო ჯამში ვერაფრით ვერ იმასკეთ ამას გამართლებას ვერ მოუძებნეთ უბრალოდ ეს უნდა იცოდნენ ადამიანებმა და თუ კი რაღაცა ესეთი რთული შემთხვევა არის ხოლმე მშობიარობასთან დაკავშირებით არა მარტო ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია, არამედ აუცილებლად შეარჩიონ მოძღვარი სერიოზული დაფიქრებული, რომელიც რთულ შეკითხვებზე ვიო პასუხებს არ იძლევა ხოლმე და ესე მარტივად კატეგორიულ პასუხებს არ იძლევა, მას გაესაუბრონ და რაღაცნაირად ისე მიიღონ გადაწყვეტილება და მე კიდე ერთხელ მინდა თქვა, რომ არის შემთხვევები, როდესაც აი რაღაც რთული მშობიარობის არის, თითქოს რაღაც საფრთხე არის დედის ჯანმრთელობის, ზოგჯერ სიცოცხლის კი, მაგრამ თუ კი დედა გადადგამს ნაბიჯს, თუ კი მას აქვს კურთხევა და ალოცვა მოძღვრისა, რომელიც ლოცულობს მისთვის, თვითონაც ლოცულობს ის თავის ისე მსუბუქად მომხდარა ეს, ისე უმკივნეულად უმშობიარებდიათ ქალებს, რომ ექიმით დედაც და ყველაც გაკვირვებული ყოფილა. ამიტომ სადაც ადამიანი უძლურია, იქ უფლის ყოვლის შემძლეობა უფრო მეტად გამოჩნდება ხოლმე და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ძალიან დიდი მადლობა. შევახსენოთ ტელემაყურებელს აბორტის ცოდვის სიმძიმის შესახებ სტუდიაში საუბრობდა დეკანოზის ზურაბ ცხოვრებაძე.